მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს, ფაქტი მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. დღეს 4 შაბათია. ჩვენ კითხვა მე ძირითადად აქცენტს გავაკეთებ ჩვენი გადაცემის მსმენელთა კითხვებზე. ძალიან კარგი კითხვებია, მნიშვნელოვანი კითხვებია და ვფიქრობ, აზრი აქვს მას მე საფუძვლიანად უპასუხო. მანამდე ორ კითხვა პოზიციას მინდა ვუპასუხო, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება და ეს პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ მაგალითად ზუსტად ვიტყვი როგორ არის. ხო, ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს ამ ჩემი გადაცემებით, უყურებთ კი, მაგრამ ბატონო დემულო, ერთ დროსო თქვენ ხო პუჩისტი ხო იყავითო, ხო მე ამნაირ კითხვებზე ცხადია იუმორის გარეშე არ შემიძლია ვუპასუხო, იმიტომ რომ საიდან მოიგონეს ჩემი პუჩისტობა. მე რო ვთხარი, რომ ალბათ სურათი გაქვთ, მე ტანგზე ამხედრებული, როგორ მოუძღოდი ესე იგი ჯარისკაცებს და არა, მე ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი ვიყავი, ინტენსიურად დაკავებული საინსტიტუტო საქმიანობით, ლექციები, სამეცნიერო მუშაობა. ცხადია, გარედან ყველაფერს ვაკვირდებოდით, მაგრამ ღმერთო დავიფარებ, პუჩისტი არასდროს არ ყოფილი ვარ, ამიტომ განსაკუთრებით მინდა იმ ძალიან მძიმე კატეგორიის ხალხს, რომლებსაც თავისი შეუმდგარობა და უსაშველო სისუსტე უნდა და არაფრის მაქნისობა გადაფარონ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სურათებს ამოფარებულნი. წარსულში ხართ დარჩენილი, არ გინდათ თქვენი ქვეყნის მომავალი, რომ გინდოდეთ პოზიციებში იცვლიდით, ერთმანეთის მიმართ პატივისცემლები იქნებოდით, ადამიანის გარჩევებს ისწავლიდით, მაგრამ სადაც ხართ იქ იყავით, სხვაგან საჭირო არ ხარ. მეორე კითხვა, რომელიც ასევე იყო ერთი განათლებული ქალბატონი იყო აშკარად, ესე იგი დავწერე მე გახსოვთ ამ 2 დღის წინ, რომ აი სულ ნეგატიურს განიხილავთო და მე ვთქვი, რომ მომაწოდეთ იქნებ, მე რასაც ხედავ, მაკლია ინფორმაცია და ძალიან როგორ იცით, ქალბატონს ქართულ ოჯახში აღზრდილ ქალბატონს რომ არ ეკადრება, რომ შეგეპასუხა, ანუ შემეპასუხა მე ისე რომ თქვენ რა გნებავთ ახლა, რომ ესე იგი ყველა ვინც თქვენ გაქებს გინდათ ის კომენტარები, ანუ ოცნება დაიცვა ხელისუფლების მისინებაა, მაგრამ მე კიდე გეუბნებით, მე მაპატიეთ ასე რომ ვიტყვი, მაგრამ უნდა თქვა მე არ მიყვარს მოტლიკინე ქალი, იმიტომ რომ ქალი და ტლიკინი საჯარო სფეროში ჩემთვის შეუთავსებელია. ამიტომ ამ ქალბატონს მე ვუთხარი, რომ საიდან მოხდით ამ გვერდზე, თქვენი გამომწერი ვარ. ახლა ვეღარ არის ჩემი გამომწერი, იმიტომ რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, რატომ უნდა მინდოდეს მე ქება დიდების მოსმენა, ხვალ არჩევნებზე გამოვდივარ, თქვენი ხმა არის საჭირო, რომ მე სადღაც ამირჩიოთ თუ რა. მე ამას რასაც ვაკეთებ და უზარმაზარი ენერგია ჯდება ეს ყველაფერი, მე მარტო ვარ, არავინ არ ამყავს მომხმარე, ეს არ არის უბრალოდ ადგე დაჯდე და ისაუბრო, მე ამას ვაკეთებ სულ სხვა მიზნით. მე ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან მაგარი ქვეყანა, ფანტასტიკური კულტურა, ქართველების საპატრონო და მემკვიდრეობით გადაცემადი იყოს და არა ის, რომ მე ვსაუბრობ აქ იმისთვის, რომ თავი მოგაწონოთ ათასობით, 10,000-ობით ადამიანი უყურებს ამ გადაცემებს. მე პირობას შემიძლია ხაზზე დავიფიცო, რომ არანორმალური პასუხისგებლობა მაქვს თქვენს მიმართ, ამიტომ მე არ მოვითხოვ, მე მზადა ვარ ნებისმიერი კრიტიკული აზროვნებისთვის,
მაგრამ ჩემი ბუნების ადამიანი, ჩემი მდგომარეობის ადამიანმა ახალგაზრდა იქნება ეს საშუალოდ უფროსი ასაკის კითხვის დასმა რომ არ იცის, იმდენად გაუზრდელია, იმდენად ხეპრეა, იმდენად აყოლილია ამ ყალბ ემანსიპაციას, რომ წესიერად ვერ გისვამს, თორე ღმერთო დამიფარე იმისგან, რომ მე კრიტიკული აზროვნება თქვათ არ მომპირიქით, მე ვეძებ ჩემს, იმიტომ გთხოვეთ მე რომ ძალიან კრიტიკული იყავით ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ვემამ დასვით კითხვები. შეიძლება ცდებოდე ხო, მე ის ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია გაიაზროს შეცდომა და გაასწოროს. ამიტომ ეს ყველაფერი ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, ერთი პუჩისტი, მეორე, ესე იგი, ქებადიდებას ველოდები, ახლა როგორც კი ჩავთავ, ესე იგი, ჩემს კომპიუტერს და შევდივარ ჩემს Facebook გვერდზე, იმას ვეძებ, ვინ მაქვს და გვარები მაქვს ამოწურილი, ხო? აი, პრიმიტიულმა აზროვნებამ ასეთი. შემდეგ მესამე, რომელიც ასევე ნიშანდობლივი, აქ კერძოს არაფერს არ ვსაუბრობ. ძალიან კარგმა ქალბატონმა. ასაკოვანმა ქალბატონმა, შვახნის გადაცილებული, შვახნისთან ახლოს ქალბატონმა, რომელსაც მოსწონთ ჩემი ყველაფერი, მაგრამ რატომ ვერ ხედავთ იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებსო? პატივისცემით, მეც უპასუხე ძალიან პატივისცემით, იმიტომ რომ ადამიანს არ შეხედულება, რომ რამ შესანიშნავი რაღაცეები გაკეთდა სოციალურ სფეროში, პენსიების სახით, ის პენსიონერია და ასე შემდეგ, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას უშლიან ხელს, ცუდი ბიჭები ცხადია, ხო? მაინც რამდენს ახერხებენ. შემდეგ მიხსენა ის ყბადაღებული ორჯერ პრემიერ-მინისტრი, რა დიდი მამულიშვილი იყო და რა მიმართვები აკეთა და ასე შემდეგ. მე არ მინდა ეხლა გავიმეორო ეს პირადი მინაწერი, თუმცა ეს ღია სფეროში იყო გაკეთებული. ეს პოლიტიკაა. თქვენ რომ იმ ინფორმაცია გქონდეთ თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, თქვენ ასეთ კარგ ადამიანს ვერ მოგატყუებდათ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკა აგებულია ტყუილზე. ვის ებრძვიან ნაციონალურ მოძრაობას? ეხლა არ მინდა მოვადრო რაღაცებს ვიტყვი, მაგრამ ეხლა არ მინდა ამაზე. არ არის ასე. არავინ არავის არ უშლის ხელს, ორივენი კარგად არიან ხელისუფლებაში, ორივე კარგად დაპურებულები არიან და დამპურებელიც ჯერჯერობით კარგადაა, თუმცა ძირს უთხრით ამ ქვეყანას ბოლომდე. შემდეგ ეხლა გადავიდეთ, ეს სამი ტენდენცია, ადამიანს უყვარს ოცნება. ერთ მტერი გონია მეორე მხარე, რომელსაც ოცნება ინახავს, იმიტომ რომ ოცნებისთვის ეს არის იდეალური ოპოზიცია. და მას ექნება ის შიშები, რომ ასეთი კაი ხელისუფლება, ასეთ კაი რამეებს აკეთებს და ვიღაცა უშლის. აი მე გამოვხატე სამი, ერთი არის გაუგებრობის შედეგი, როდესაც არ იცი და ამტკიცებ რაიმეს, მეორე არის როცა ტაქტი აღარ ყოფნის და კითხვის დასმაც არ შეგიძლია და ბოლოს სანამ გადავიდედე მთავარ კითხვებზე, ერთმა ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც არის იმ ნაწილში ქართველთა, რომელსაც მე სპეციფიურ ნაწილს ვუწოდებ, მითხრა რომ აი ეხლა კარგია რომ ასე წერთ, მაგრამ თქვენ მე არ გეთანხმებით უკრაინის შეფასებაში. გასაგებია ეს მისი ნება და თქვენ ხომ ოცნებას უჭერდით მხარსო, ხო? და რუსეთი ჩვენი მტერია და ამდენად, ესე იგი, თქვენი პოზიცია რაღაცეებში არ მესვისო. მე, როდესაც ვსაუბრობ რუსეთზე, ვსაუბრობ ამერიკაზე, მე ვსაუბრობ პოლიტიკის კონტექსში და არა იმ კონტექსში, მე მომწონს თუ არ მომწონს ეს ყველაფერი. გონიერი გოგონა არის, მაგრამ ესე იგი უკრაინის მოვლენების შესახებ არ აქვს წარმოდგენა აშკარად და ამდენად არც რა ვიცი, იმდენად მყარია მისი თვით დარწმუნება იმაში, რაც მან იცის, რომ მას არ უნდა საპირისპირო რამე გაიგონოს, მას არ უნდა იცოდეს ის რა ხდება უკრაინაში, არა და უკრაინაში საშინელი რამეები ხდება, გითხრათ სიმართლე,
ძალიან საშინელი და ისტორიის არ ცოდნა, მე მივანიშნე კიდე რამდენად იცით ისტორია თქო. ისტორია არ შეიძლება დანახული იყოს იმ სიყალბეების საფუძველზე, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში. ისტორია უნდა იყოს რეკონსტრუირებული იმ სიმართლით, რა სიმართლეც ხდებოდა იქ. კარგი, ცუდი, მეგობარი, მტერი, ასეთი შეფასებები არ არსებობს. იყო და არის დღესაც გეოპოლიტიკა, არის დიდი იმპერიების ინტერესები, ამ ინტერესების შესახების არენა იყო საქართველო და ყველაზე დიდი ტრაგედია ქართველებისა იყო ის, რომ ისინი ყოველთვის ჩლუნგები იყვნენ გეოპოლიტიკაში. არ შეიძლება 700 წელი გეოპოლიტიკაში უშვებდა ერთი და იგივე ხასიათის შეცდომებს და თვითონ რო იმპერიაში უნდა გაზრდილიყო ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად დემონტაჟი გაუკეთდა და შემდეგ სულ დაიშალა და სრულიად შემთხვევით გადარჩა ორზე. ამიტომ ეს თემები ისეთებია, რომელიც ჩვენ ადრე თუ გვიან კიდე შევეხმიანებით, ეხლა კი მინდა დავიწყო იმ მთავარი კითხვებით, რაც მკითხეს. აფხაზეთში დარჩენილ საქართველოს ეთნიკურად ქართველებს პირდებიან, რომ მალე შერიგება მოხდება, ეს ხალხი დგას იმის წინაშე, ან რომ უნდა გააფხაზდნენ, მე კითხვას ვკითხულობ მხოლოდ და ანდა ხელისუფლებამ რაიმე უნდა მოუხერხოს. მე გითხარით, რომ მე გახლავართ ავტორი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონცეფციისა, რომელიც არის მეცნიერულ დონეზე გაკეთებული, როგორც იწერება სტრატეგიული კვლევის ცენტრში, ამაზე გაკრით მქონდა საუბარი და დეტალებში არა, მაგრამ დეტალებშიც ვისაუბრებ სპეციალურ გადაცემაში. მე 1993 წლის ტრაგედიიდან, სოხუმის ტრაგედიიდან, მით უმეტეს რომ 4.5 წელიწადი პარლამენტში ვიყავი და ასე შემდეგ, მე ვერ დავინახე საქართველოს ხელისუფლებიდან ერთი ნაბიჯიც კი, რომელიც ამ სასიცოცხლო პრობლემის მოგვარებისკენ გონივრულად იქნებოდა გადადგმული. მე ვამბობ არა ტერიტორიის დაბრუნებაზე, მე ვსაუბრობ ხალხის დაბრუნებაზე, რადგან ტერიტორია იქ მცხოვრები ხალხის გარეშე ვერ დაბრუნდება და მე გითხარით, რომ ქართულ პროექტში შემოსაყვანია ესენი და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ვინ პირდება ამ საქართველოში ჩვენს თანამემამულეებთან, აფხაზებთან, დღეს რომ ცხოვრობენ იმ ნაწილში, რასაც აფხაზეთი ქვია. არ ვიცი ასეთი დაპირება. მეორე, ჩემი პოზიცია ისეთია, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგება თავისი ყველაზე დიდი პრობლემების მოგვარების, გადაჭრის, საკუთარი ადგილის მოძებნის, სერიოზული ფუნქციის აღების პერიოდი, მაგრამ ხელისუფლება ამისთვის მზად არ არის. თავარი სამხრეთ კავკასიაში დადგა ის პერიოდი, როდესაც სამხრეთ კავკასიის მეტნაკლებად ერთიანობაში, სტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციაში და მსოფლიოსათვის მისაღები მდგომარეობის შექმნაში მდგომარეობს. ერთადერთი, მოდით ასე ვთქვათ, გარკვეულ პერიოდამდე, ბოლო პერიოდამდე შემდგარი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში იყო აზერბაიჯანი. მაგრამ აზერბაიჯანის პირველი პირის მიერ გადადგმულმა პოლიტიკამ, რომელიც არანაირად არ ეწერება აზერბაიჯანის ინტერესებში, არანაირად არ ეწერება ამ მთავარ ნაწილში, რომ გახდეს სტაბილურობის გარანტი სამხრეთ კავკასიაში და გამაერთიანებელი, აზერბაიჯანი ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს, გამორიცხულია. მას იმ მცირე ისტორიის მანძილზე, რაც საკუთარი სახელმწიფო აქვს, ასეთი ფუნქცია არასდროს ჰქონია.
ამ ფუნქციის მატარებელი კავკასიაში ყოველთვის იყო, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, იგი ჩრდილო კავკასიაში გარკვეული სტაბილურობის გარანტი იყო, ეს იყო საქართველო. საქართველოს ხელისუფლება ამოვარდნილია ყველანაირი კოორდინატთა სისტემიდან, ჩავარდნილია სადღაც ჭაობში და ამ ჭაობს ის მიჰყავს ბრიუსელამდე, ნატოში გაწევრიანებამდე და ევროკავშირის გაწევრიანებამდე. პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან უნდა გადახედოს თავის საქციელს, თუმცა ეს ისეთი ზერელე ხალხია და იმდენად არაპროფესიონალი ხალხია და იმდენად მოწამლული არიან სოროსის ტყლაპო იდეებით, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაგრამ თავარი რა არის. დღეს 3 სექტემბერს ჩინეთისთვის არის წმინდა დღე. მეორე მსოფლიო ომი ჩვენ ვიცით, თითქოს საბჭოთა კავშირი და ევროპა იყო, მაგრამ ასე არ იყო. იყო მეორე მხარე მსოფლიო უდიდესი ომისა, ეს იყო იაპონიის შეჭრა 1937 წელს, ფართომასშტაბიანი შეჭრა ჩინეთში, მისი სრული გაკონტროლების გამო, რესურსების კონტროლის გამო, ეს იყო არანორმალური ხოცვა-ჟლეტა. მე მეტნაკლებად დავინტერესდი ამ პერიოდით და გითხრათ სიმართლე, ძნელად დასაჯერებელი იყო. 37 მილიონი ადამიანი გაუწყდა ჩინელებს ამ ომში. ქართულად ნათარგმნია ფილმი ნანკინის ტრაგედიაზე, რა ხოცვა-ჟლეტა იყო, იქ შეგიძლიათ ნახოთ და ამ ღონისძიებაზე, არა შანხაის ორგანიზაციის სამიტზე, არამედ ამ ღონისძიებაზე, სადაც ჩინელებმა აზიის არაერთი პატარა ქვეყანა დაპატიჟეს, გასაგებია. და ქართველები არ დაპატიჟეს, მით უმეტეს საუბარია თითქოს ანაკლის რაღაც სპორტზე, ამაზე მეორე კითხვაში გიპასუხებთ, თითქოს რაღაცაზე, რატომ არ დაპატიჟეს? თავარი კითხვა, ხო? როდესაც თქვენ ოჯახში წმინდა დღესასწაული გაქვთ, აი წმინდა ქართული პოზიციიდან გეუბნებით, თქვენ შეგიძლიათ დაპატიჟოთ ასე შორეული ისეთი მეზობელი, რომლის კეთილგონიერებაში დარწმუნებული არ ახართ. თქვენი ოჯახის წმინდა როგორ გეკადრება, თქვენ 37 მილიონი იოლის სათქმელია, მაგრამ ესენი გაჟლეტილი იქნენ არანორმალური სიმხეცით იაპონელი დამპყრობლების მიერ. იმიტომ იაპონელებს რომ ეშინიათ სიტუაციის ცვლილებისა და იმიტომ არიან გამოდევნებული ამერიკულ პოლიტიკას, იმიტომ იციან რომ მეზობლები ამას არ აპატიებენ. ადრე თუ გვიან იაპონელებს გადაუხდიან ყველაფერს, კორეელები გადაუხდიან ჩინელები და თუ ვინმე არის ახლო-მახლო იაპონელებისგან საშინელი რამ აწყობთ. ამიტომ თუ არ დავპატიჟეს, იმიტომ რომ გვერდით არ დაგვიყენეს. მოდი პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ ჩინელები აქ საკმაოდ რაღაც პროექტებს აკეთებენ, თითქოს და რაღაც ინტერესები აქვს და მიუხედავად ამისა, მათ თავიანთ წმინდა დღესასწაულზე არ დაგპატიჟეს. ესე იგი არ დაგპატიჟეს, იმიტომ რომ არ იყავი დასაპატიჟებელი. არ გავაგრძელებ ამ თემას, ეს არის უსაშველოდ მწარე, უსაშველოდ ცუდი ინფორმაცია და ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, მე დავწერე დღეს, რომ საქმე, აქედან გამომდინარე საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე მე ვსაუბრობ. და მე არაერთხელ ხაზი გავუსვი, რომ ჩემი ინფორმირებულობის დონიდან გეუბნებით, საქმე იმაზე ცუდათა, ვიდრე მე ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ მოზომილად და კრიტიკულად, იმიტომ რომ მინდა, ვიცი ბევრი უსმენს ამას მათ შორის ხელისუფლებაში და მინდა რომ ეს ყველაფერი აღქმული იყოს ისე, იმიტომ რომ ღმერთია მოწამე და არავისგან არაფერი არ მჭირდება. მე ამ მთავრობისგან არაფერი მინდა, არც ივანიშვილისგან, არავისგან არაფერი არ მინდა. მე მინდა
ჩემ გარემოში ცხოვრება, მე მინდა ქართული კულტურის გარემოში ცხოვრება, თუმცა უდიდესი პატივისცემელი ვარ ყველა სხვა კულტურისა, მეტნაკლებად კარგად ვიცი, ზოგი ძალიან კარგად ვიცი, ზოგი შედარებით ნაკლებად, არაფერი მაქვს სხვის მიმართ, თუ ისინი არ ზღუდავენ საქართველოში, ქართულ რეალობაში, ჩვენ კულტურას, ჩვენ ხალხს და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს პრობლემები და ამ პრობლემებს ჭირდება მოვლა. ხაზს უსვამ. ჩვენ შემთხვევით არ გაგკეთებია ქართველთა დიდი გაერთიანება. ქართველი კაცების და ქალბატონების გაერთიანება ყოველგვარი პარტიის, ყოველგვარი მოძრაობის და ბეჭდიანი ქაღალდების გარეშე. ქვეყანის საშველად ჩვენ არც ნებართვა გჭირდება ვინმესი, ჩვენ არც საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გჭირდება, თუ ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს, იგი ქართველების მეშვეობით გადარჩება და ამ ქართველებს ვეძებთ ჩვენ ყველგან უკვე ვეძებთ, რა კი, ხო იცით, ქართველი კაცი როგორია, მისი ბუნები თუ არ დაპატიჟე, ხა თუ პირადად არ მიდი და არ შეასახელე, ესე იგი დიახ, ჩვენ ვიცით ქართველი კაცის ბუნება, ყველა საღ ადამიანს ვეძებთ, სადახართ, გითხარით, მოვალთ და დაგელაპარაკებით, რამდენიც არ უნდა იყოთ, 1-2 კაციც რომ იყოთ, ყველგან დაგელაპარაკებით, გიწვევთ. ამ შექმნილ სიტუაციაში 21 სექტემბერს ჩვენ გადავწყვიტეთ მხოლოდ შეკრება, ცვლილება შეიძლება იყოს ერთადერთი მიზნი. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაღაც რაოდენობა ადამიანებისა ამ ეტაპზე არ ეთანხმება იმას, რომ ნახეთ რა დღეშია თბილისი და საქართველო აჭარა ნახეთ. გამუსლიმების გზაზეა, ნახეთ რა დღეშია დემოგრაფია, ნახეთ რა დღეშია მიგრაცია, ნახეთ 170 ლარად როგორ ფოთოლცვენა საჯარო რეესტრში ქართული გვარები გინდათ, რა მნიშვნელობა ვინახარ, ფული გადაიხადე, ხვალ ქართველი ხარ, ბაგრატიონი გინდა, ანდრონიკაშვილი გინდა, რაც გინდა ის იქნები. ვიღაცამ ძალიან მზაკრული რამე ჩაიფიქრა, ამიტომ 21-ში არა ჩემი მხარდაჭერა არის საჭირო, არა დავით ჭაბუკაშვილის, არა ზაქარია როჭიკაშვილის, არა გიგლა გობეჩიასი. მოდი ამ ქვეყანას ის საღი ხალხი, ყველა არ მოვა, მაგრამ ვინც მოვა, იყოს ისეთი რაოდენობა, ხელისუფლება მიაქციოს ყურადღება. დღეს 100-ია, ხვალ მეტი იქნება. ეს არის მოსასინჯის საპროტესტო აქცია, რომელმაც ხელისუფლებას უნდა გააგონოს, რომ იმ რაღაცეების კეთება, რასაც ის აკეთებს, ქვეყნის მომავლისთვის არის გამანადგურებელი, არის უსაშველოდ საშიში და ამიტომ თუ ხმა არ ისმის, ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს ამ გზას და ეს ყველაფერი, როცა ურემი გადაბრუნდება, მერე გინდ გვისაუბრია, გინდ არაფერი გვითქვამს. ამიტომ ვაკეთებ ჩვენ ასე ინტენსიურად, ამიტომ საუბრობ მე ასე ინტენსიურად, გთხოვთ ყველა ინფორმაციას ადევნეს თვალყური 21 სექტემბერს მობრძანდეთ უბრალოდ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ განმაცხადოთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ხვალ კიდევ უფრო დიდ რამეს გავაკეთებ, ძეგ კიდევ უფრო დიდ რამეს, მაგრამ თავარია ხელისუფლებამ გაიგონოს, რომ ქართული ცხოვრება არ შედგება ქართული ოცნებისაგან და ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან. მათ გარდა ქვეყანაში არის ის საღი ადამიანები, რომლებიც ამ მარაზმს, რომელსაც ქართული პოლიტიკური ცხოვრება ქვია, ქვეყანას არ გადააყოლებენ. აი, ესაა მთავარი იდეა. იმედი მაქვს, რომ 21-მდე გაიაზრებთ ამას და მობრძანდებით იქ მხოლოდ იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ფირწლები არ გვექნება მოლოტოვის
კოქტეილები არ გვექნება, ამიტომ ესე იგი ხმასაც ვერავინ ვერ ამოიღებს ჩვენ შეკრებაზე და ვერც ხელ შეგვიშლის ვერავინ. მობრძანდით თქვენი ქვეყნის გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. წინასწარ მადლობას გიხდით. შემდეგი კითხვა, რომელიც ძალიან კარგი კითხვა, რა იცით ანაკლიის სპორტის შესახებ? მე იქვე უთხარი, რომ მე ვიცი ყველაფერი. გასაგებია, ფარდობითია ყველაფერი ვიცი, რატომ ვიცი ყველაფერი? არსებობს ანაკლიის სპორტის კი არა, ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის მსოფლიოში ცნობილი ბრწყინვალე ქართული პროექტი, ქართული საინჟინრო. აი გენიის თუ გნებავთ ნაყოფი, საკმაოდ დიდი ჯგუფის მიერ გაკეთებული, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყულევის სპორტის დამპროექტებელი, უფრო იმ ნავთობაზის დამპროექტებელი სპარტაკ ერაკია, ქართველი შესანიშნავი ინჟინერი. მან ერთშენიერ დღეს დამირეკა და მთხოვა შეხვედრა და მითხრა, რომ ამ პროექტის წინ წასაწევად მე მაძლევს ის უფლებას, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ვიყო ფაქტობრივად პარიტეტულ საწყისებზე და ვიფიქროთ იმაზე, რომ მოვიძიოთ ჩვენი შესაძლებლობებით დაფინანსება და შემდეგ დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ ეს გავაკეთოთ. ცხადია, მე მისი მადლობელი ვიყავი, მე გავერკვი ყველაფერში, ხაც უსვამ, ეს არ არის პორტი. პორტი არის დილეტანტების მოგონილი, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფი დილეტანტების. ეს არის სატრანსპორტო კვანძი, რომლის გარეშეც ეს რესურსი დაიკარგება, ის რომ მისი შეიძლება მეათედიც კი არ გამოვიდეს. რაც ნიშნავს სატრანსპორტო კვანძი, რა განსხვავება პორტს შორის. პორტი არის გასაგებია ნაგებობა, სადაც გემები მოვლენ, ტვირთებს გადმოტვირთავენ და შემდეგ ამ ტვირთებს სადღაც ან დაიტვირთებიან და წავლენ. სატრანსპორტო კვანძი გათვლილია ცოტა სხვანაირად. აქ ხდება კონცენტრაცია ყველა ცნობილი ტრანსპორტისა, ნახეთ რა შესანიშნავად არის აგებული, იქვეა რკინიგზა, იქვეა საავტომობილო გზა, იქვეა საწყლოსნო ტრანსპორტი, იქვე თუ აშენდება აეროპორტი, თუ არა და კოპიტნარი, რომელიც, მაგრამ ერთიც იქნება, მეორეც იქნება, რომელიც ასევე ახლოა ის მანძილი, რომელიც წესიერი გზების გაყვანის შემთხვევაში აბსოლუტურად აახლოებს მათ და შემდეგ კიდე გათვალისწინებული იყო პროექტში პნევმოახალი ტრანსპორტი, რომლითაც მოხდებოდა ტვირთების გადაადგილება. ეს პროექტი ბევრ ადგილზეა მსოფლიოში, ამერიკაშიც არის, იაპონიაშიც, ბოდიში, აზიაშიც არის, სხვაგანაც არის, მაგრამ ეს არის გლობალური პროექტი და გლობალური პროექტები კი კეთდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მხარეთა დაინტერესება და მხარეთა ინტერესებია დაკმაყოფილებული. მე არაერთხელ მithქვამს და ვიმეორებ, ამ პროექტის გაკეთება არ შეიძლება კონფრონტაციულ რეჟიმში. არ შეიძლება იფიქრო, რომ შენ ახლა ბრიტანელებმა გითხრეს, რომ გამოაცხადე ახლა პორტის მშენებლობა და შენც ყურბანასავი დადექი და გამოაცხადე. რა მოხდა? ამ უფლებების ფარგლებში მე ჩემი ძალიან ძლიერი ნაცნობების მეშვეობით ჩინეთში, ეს არის ევროპული წარმოშობის ადამიანები, რომლებიც ძალიან ავტორიტეტული არიან, მე მათ დაუკავშირდი, შემდეგ ჩამოვიყვანე კიდეც და მათი მეშვეობით მე საქართველოს მთავრობას დაუჯინე China Harbor Corporation-ი. ანუ ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, კორპორაცია, რომელიც სწორედ ამ პორტების მშენებლობაზე და ასე შემდეგ არის. მთავრობას დაუჯინე პირდაპირ. ბატონი სპარტაკ ერაგია იყო ივანიშვილთან, თითქმის 4 საათი ესაუბრა ამ პროექტზე
და როდესაც ტენდერი გამოცხადდა, გასაგებია ივანიშვილს უფრო სხვა მიზნები აქვს, ვიდრე ამხელა რამეები, როცა შემდეგ მთავრობამ ერთხელ გადმოაცხადა, გადაიტანა, ბოლო-ბოლო გამოაცხადა და ჩაწყობა როგორც ხდება საქართველოში, ქართული სახელმწიფოს ინტერესი ეს ხო ზღაპარია, ხო? ადმე და მიცეს ხაზარაძეს და ამერიკულ ჯგუფს, არდრა ხაზარაძეს არც ფული ჰქონდა და არც პროექტი და არც იმ ამერიკულ ჯგუფს პროექტი არ ჰქონდა. ისინი სპარტაკ ერაგიასთან დადიოდნენ კონსულტაციებს. მე ვარ ამის რა გააკეთა მთავრობამ, ეხლა რომ ხაზარაძეს ესე იგი ამუნათებენ და ყველაფერი ტყუილში რომ აქვს ამ ხელისუფლებას ჩაძირული. ხაზარაძე რაშუაში? ხაზარაძეს საქართველოს სულ ცალფეხზე კიდია ამ პროექტით მას უზარმაზარი ფულის გაკეთება უნდა და პროექტს გაყიდიდნენ. მე ვარ იმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სპარტაკ ერაგიასთან დადიოდნენ ამერიკელების კონსულტაციებზე. ასეთი პროექტი არ არსებობს. ეს არის ტიტანური ნაშრომი. ბოლო რომ იტყვიან ჭანჭიკამდე დათვლილი პროექტი, არანორმალური შრომა. სპარტაკი ბრწყინვალე ინჟინერია, გითხრათ სიმართლე, მსოფლიო დონის ინჟინერია, მაგრამ ამ ქვეყანაში ახლა ვის არ შეჭირდება. მთავრობამ არ დაუჭირა მხარი ამ პროექტს, ჩააგდეს ეს პროექტი და ეხლა პოლიტიკანური მიზნით დაძდევენ იმ კაცს, რომელსაც გააფლანგინეს და თვითონაც მიიფლანგეს ბიუჯეტის ფული, მერე ვინ რა მოატანინა უკან არ ვისაუბრებ ამაზე, ცნობილია ვინ რამდენი მოიტანა უკან და არიქაიქ არბიტრაჟი წააგო. იმარა რა ხელი ქონდა ხაზარაძეს ამ პროექტთან? რისი გამკეთებელი იყო ხაზარაძე? სად ქონდა პროექტი? აგერ იყო სუპერ დონის პროექტი. რატომ ჩააგდეს ეს პროექტი? ამიტომ ხაზარაძე კი არ არის ამაში დამნაშავე და ის ამერიკული ფირმა. ამაში დამნაშავეა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა გამორიცხულია ასეთ გადაწყვეტილებას, რომ მიიღებდეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ესე იგი, თავი და თავი ამ არასწორი გადაწყვეტილების, ამ ტენდერის გადაწყვეტილებისა დევს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთი დადებითი სიტყვა რო ეთქვა და ერთი უბრალოდ საღი მხარდაჭერა გაეკეთებინა, ეს პროექტი გაკეთებოდა. დეტალებში ვიცი ეს პროექტი, ამიტომ გეუბნებით ასე თამამად, სუპერ პროექტია. ეს მოითხოვს, ნახეთ, არ გამოვა ისე როგორც ქართველები ლაპარაკობენ. დაწყებული რკინიგზიდან, აქტაუს პორტიდან, ბაქოს პორტიდან, ბაქო საქართველოს რკინიგზების გავლით, ამის მოდერნიზაციიდან, გზის ტვირთები როგორ გატარდება. ტვირთებს ხო გამტარიანობა უნდათ. ყველა ეს ინფრასტრუქტურა მოფიქრებულია, აწყობილია შესანიშნავად და ამის ნაცვლად იწყებდნენ რაღაც სიაფანტობას, რომელსაც ქვიოდა ეს ხაზარაძის პროექტი, სად ქონდა პროექტი, რაღაც დახაზეს და სიაფანტობას აკეთებდნენ, იმის რაღაც პაროდია იყო და ჩვენ ვართ ამ რეალობის წინაშე. მე რომ არ ვიყო ჩართული ამ საქმეში, რომ ახლა მე გეკითხებით, ვინ უნდა მოძებნო დღეს საქართველოში იმაზე უფრო უკეთესი გამკეთებელი, ვიდრე China Harbour Corporation-ი არის. საქმე გინდა, მერე ხომ უნდა იცოდე, რომ ეს ფაქტობრივად არის შუა დერეფანი, რასაც ქვია, ფაქტიურად არის ერთ-ერთი ალტერნატიული დერეფანი. ერთია ჩრდილოეთი რუსეთის გავლით, ახლა ზღვა ოკეანე მიემატა ჩრდილოყინულოვან, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილების გამო ეს ყველაფერი ნაოსნობისთვის ვარგისიანი გახდა. პლუს თვითონ რუსეთის ტერიტორია და მაგრამ ამ დაძაბულობის შემთხვევაში ტერიტორიიდან უკვე იბლოკება სანქციების გამო ტვირთნაკადები არის ტრადიციული ოკეანეები, სუეცის არხი და ასე შემდეგ. ეს
ძვირიც არის და ძალიან ხანგრძლივიც არის შესანიშნავი შუადე რეფანი, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, საეჭვო რომ გაკეთდეს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას უნდა ბრიტანელების გავლენით აქ რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღოს. ვერ იქნება ეს ჯერჯერობით ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული, იმიტომ რომ წინააღმდეგობები არის მთავარში. ინტერესების ბალანსი, უნდა გაკეთდეს კონსორციუმში განისაზღვრება ყველა მთავარი მხარე ერთმანეთში დაალაგებს ურთიერთობას. მთავარია საქართველო როგორც რეალიზატორი ქვეყანა თავის ადგილზე იყოს და იმ სულელურ პოლიტიკურ თამაშებს არ თამაშობდეს, რომ ესე იგი სადღაც აქ ორიენტირებული და 78 მუხლში კონსტიტუციის უწერია იდიოტიზმის ტოლფასი ფრაზები, რომ ის გაწევრიანდება ნატოში. ნატო და ევროკავშირი სრულდება. ხაზს უსვამ, გეუბნებით, ნატო და ევროკავშირი სრულდება. უკრაინა არის მათი სამარე. დააკვირდით პროცესებს. არანაირი მოლაპარაკება არ სურთ მერცს, მაკრონს და სტარმერს. პირიქით, ქალბატონი ფონ ლაიენი აცხადებს, რომ მათ უმოკლესი გზა აქვს უკრაინაში როგორ ესე იგი ჩააყენებენ ევროპულ ჯარებს. აგერა ვარ მე და აგერა ხართ თქვენ. ფონ ლაიენის დონის ერთუჯრედიანი არსება სწორედ ევროკავშირის დასანგრევად არის. კაია კალასი, ეს ესტონელი ასევე ერთუჯრედიანი, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ ცოტა სხვანაირად თქვი, მაგრამ რა მნიშვნელობა. იქ კიდევ ვიღაც კუბილას საერთოდ შაუბნელი არსება, ფიქრობენ, რომ უკრაინაში ჩააყენებენ ჯარს. ხაზს უსვამ. რუსებმა განაცხადეს და ასეც იქნება. ვინც შევა უკრაინაში უკან ვერაფრით ვერ დაბრუნდება. და ეს იქნება ყველაზე დიდი საჩუქარი შემომსვლელისა, რომ იქვე განადგურდეს და არ მოხდეს სხვა რამე. ამიტომ ტყუილში ცხოვრება, ტყუილზე აგება ქვეყნის მომავლისა არის აბსოლუტურად მცდარი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე ყველა ასპექტში არის მცდარი. მე რაკი კვირაში 3 გადაცემა არის, ხუთშაბათობით ანალიზის დღე არის მიმდინარე პროცესებისა, ხოლო შაბათობით არის მთავარი ანალიტიკური გადაცემა. მე ყოველ ჯერზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ თუ ნაკარნახევ ნაბიჯს გავაანალიზებ და განახებ. მერე თქვენ გონიერი ხალხი ხართ და თქვენ თვითონ იფიქრეთ. შეიძლება ხელისუფლებაში ყავდეს ასეთი უმწიფარი ადამიანები, რომლებიც დროიდან ამოვარდნილი არიან. ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით მიმდინარე მომენტი, არ ესმით მიმდინარე პროცესები, თავისი იდეა ფიქსები აქვთ, ეს ჩამპალი სოროსული იდეა ფიქსები და ყარად ბიდიან იქემ. თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვინმეს მოტყუებას შეძლებს, რატომ არ აღიქვამენ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად? სერიოზულად არ აღიქვამენ საქართველოს ხელისუფლების უფროს ევროკავშირის ხელისუფლებას, რომელსაც არავინ არ თვლის დღევანდელ მსოფლიოში. თქვენ ნახეთ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი იყო. რამდენად ცუდი შეფასებებია შეერთებულ შტატებში და ევროპაში ხო საერთოდ, ესე იგი, რა ქნან არიციან, რა მოიგონონ. არავითარ ომზე არ არის საუბარი, არავითარ ამერიკაზე დატაკებაზე და მორევაზე არ არის საუბარი. ტრამპმა დაუშვა პოლიტიკური შეცდომა, ხაზს უსვამ. ის არ ჩავიდა ჩინეთში და აჩვენა, რომ ტრამპი არ არის რატომ
დაუშვა ეს შეცდომა. ცხადია, დააშვებინეს ნეოკონსერვატორები, რომლებიც განაგებენ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას უკვე დიდი ხანია, რეიგანის პერიოდიდან მოყოლებული. რეიგანი ნეოკონსერვატორებს მხოლოდ ჭირდებოდათ საფარად, თორე რეიგანი რა პოლიტიკოსი იყო და რა პრეზიდენტი იყო, გააბუქეს, იმიტომ რომ იმ საქმეს აკეთებდნენ, რამაც შემდეგ კონფრონტაციამდე მიიყვანა ყველაფერი. ამიტომ ფანტასტიკური რამე იქნებოდა, რომ ტრამპი ის იქნებოდა ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა დიდი რამ, რომ სამი მთავარი ქვეყნის ლიდერი ხდება რა დღეს იცით? ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო წმინდა დღეს. ის რომ თქვათ რუსეთთან დაპირისპირების გამო 9 მაისს არ ჩამოვიდნენ, ეს დასავლეთის სისუსტეა. თქვენ მართლა ხო არ გონიათ, რომ მეორე მსოფლიო ომი დასავლეთმა მოიგო? მათი წვლილი ძალიან სერიოზულია, ძალიან სერიოზულად მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ მათ არ გამოუმარჯვიათ ამ ომში. ამ ომში გაიმარჯვა ერთმა ქვეყანამ, რომელმაც 27 მილიონი ადამიანი დაკარგა და ქართველ აი ამ თახსირი აზროვნების ადამიანებში ამ დამპალი იდეოლოგიის გამო ჩატვირთეს ის, რომ აქ თურმე სხვა რამე მოხდა, ქართველი ვინც იქ დაიღუპა და 100,000-ობით კაცი დაიღუპა, ვითომ ეს არაფერია, ეს ვიღაც მოტყუებული ხალხი იყო. რა რიცით? როცა გონება ეცემა ამ დონემდე, იქ საუბარი რაიმე წესიერ გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო დონეზე, ან და რაიმე სერიოზულ აზროვნებაზე, რომ ჩვენ დავჯდეთ და ერთად მოვიფიქროთ, საუკეთესო გზები, დისკუსია იყოს და ასე შემდეგ. არა, ქვეყანაში მოკლულია ყველაფერი, არის ეს ხელოვნური დაპირისპირება ამ თითქოს ხელთუქმნელ ოცნებასა და ამ საშინელ ოპოზიციას შორის, რომელიც თურმე არ აძლევს საშუალებას საქართველოს მთავრობას ქვეყანა განავითაროს წინ. მე გეუბნებით, ამაზე უფრო დიდი ცინიზმი ძნელი მოსაგონებელია. ამიტომ ანაკლიის პორტის პრობლემა გააჩინა საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლების მონდომების გარეშე მისი ინტენსიური ვოიაჟებით ჩინეთში, აზიის ქვეყნებში, ევროპაში და ასე შემდეგ, შეერთებულ შტატებშიც ეს საქმე არ გაკეთდება. ნახეთ, მე რაც ვიცი იმას გეტყვით, როდესაც ბაქო-თბილისი ჯეიხანი კეთდებოდა, შევარდნაძე 4-ჯერ ავადმყოფობის მიზეზით გაიპარა ამერიკაში ამ თემებზე სასაუბრად. და ეს პროექტი, რომელშიც რამდენიმე სახელმწიფო მონაწილეობდა, მაშინ, სადაც თორცდები 3,5 თუ 4,5 მილიარდი დაჯდა, ანაკლიის სატრანსპორტო კვანძი 2-ჯერ უფრო მეტი და უფრო მეტი ფული ჯდება, როცა მთლიანობაში იაზრებ ამ პროექტს და არ გაკეთდა, იმიტომ რომ საქართველოს ვინც განაგებს, მისთვის ეს საინტერესო არ იყო. ამიტომ თვითონე მისცეს, რა, ვერ გავიგე, რაც ემართლებით ხაზარაძეს, მოვიდა და წაგართვათ ანაკლიის პროექტი, რატომ მიეცით? რა ქონდა, ფული ქონდა თუ პროექტი ქონდა? ესე იგი, რა ქენით იცი? საქართველოს ხელისუფლებას ვეუბნებით. ერთ-ერთ ბრწყინვალე რესურსს დაარყით ზურგში დანა, ფაქტიურად ჩააგდეთ პროექტი, ეხლა რა გამოვა აქედან? კიდე საეჭვოა. ჩინელების დამოკიდებულებამ საქართველოსადმი აჩვენა, რომ ისინი რომ დაინტერესებული იყვნენ ანაკლიის ეგრეთ წოდებული პორტით, თქვენ რომ ისინი ამას არ გააკეთებდნენ, ხო? მაგრამ არც პორტი აინტერესებთ, სხვა ალტერნატივები ისახება,
შეიძლება გაცილებით უფრო რაციონალური, მხოლოდ ხმელეთით და ამაზე დალაგდებიან მსოფლიოს 2/3 და ის 1/3 აქედან რა თქმა უნდა გამოვა შეერთებული შტატები, ის არ დარჩება, მაგრამ უბრალოდ ცუდი ის არის, რომ შეერთებული შტატები ეს უდიდესი ნამდვილად ქვეყანა უბრალოდ პოლიტიკურად უმწიფარ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. 50%-იანი ტარიფები დაუწესა ინდოეთს და ინდოეთი აბსოლუტურად შეცვლილია, მე ყველაფერი მახსოვს ამ ქვეყნის ევოლუციისა 60-იანი წლებიდან, ინდირა განდი და თვითონ დიდი განდი და ეს ყველაფერი და რა ინდოეთი გაცილებით მაღლა დადგა თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვით, ვიდრე შეერთებული შტატები, რადგან შეერთებული შტატები ამ გზით საკუთარ თავს შედენის სერიოზულ კრიზისში. საუბარი მუდმივად ომზე. ერთ სიტყვას ვერ გაიგონებთ მშვიდობაზე, ერთ სიტყვას ვერ გაიგონებთ სამშვიდობო ინიციატივებზე. როგორ? სამშვიდობო ინიციატივაზე ისაუბროდა, იარაღი აწოდოდა, არც ერთი წინადადება არ შეთავაზო საჯაროდ. რუსები ჩიხში აღმოჩნდებიან. რუსები ამბობენ ძალიან მარტივად, არსებობს საფუძველი ხომ ამ კონფლიქტისა. იმ გოგონამ, რომელმაც მომწერა, აი თქვენო უკრაინასთან არ ახართ სწორი და ესენი ისინი, ხო? მან არ იცის ეს რაც ხდება აქ, თორე ეს რო იცოდეს გონიერი გოგონა ჩანს აუცილებლად და იფიქრებდა, მაგრამ იდეოლოგიური შტამპით იცია. რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, კარგია ეს პრეზიდენტი ცუდია, რა მნიშვნელობა აქვს, მე გეუბნებით რაც არის. არა მარტო იარაღის მიწოდება ვერაფერს ვერ შეცდის უკრაინაში და მე წლები ამას წერ, რომ არაფერი არ შეიძლება. ნატოს და ევროკავშირის ჯარების შესვლა უკრაინაში იქნება მათი დასამარება, იმიტომ რომ ხაზს უსვამ, თავს ნუიტყუებთ ამ იდეოლოგიით განადგურებულ ხალხს გეუბნებით. უკრაინაში რუსები ვერ მოიქცევიან ისე, როგორც მოიქცევიან პოლონეთში, გერმანიაში ან სხვაგან. რატომ? იმიტომ რომ უკრაინაში დღესაც კი უამრავი ადამიანი ცხოვრობს. რუსი უკრაინელი ერთი ფუძია, ერთი ხალხია. იქ იმ ოპერაციას, რასაც ისინი განახორციელებენ, უბედურება თუ მოხდა გერმანიაში და ასე შემდეგ, შედარება არ იქნება იმასთან, რაც ხდება. და ერთი მომენტი. უკრაინის სიტუაცია კიდევ უფრო მწიფდება და კიდევ უფრო მძაფრდება, რატომ? ფაქტიურად უკრაინა გაიყო. თუ თქვენ გახსოვთ, ეხლა მე ფაქტიურად გოგონას პასუხობ, თუ თქვენ გახსოვთ, აზოვი იყო სულ 1000 კაცი. ერთ-ერთ დამფუძნებლად ქართველიც მოიაზრებოდა. დღეს აზოვის შემადგენლობაში არის 40,000 კაცი. აზოვი დარჩა ერთადერთი ბრძოლისუნარიანი ნაწილი, რომელიც გაყოფილია, ნახეთ, უკრაინის სამხედრო სისტემა ძალიან უცნაურად არის მოწყობილი, არავინ არავის არ ემორჩილება, ნახეთ, არის სამხედრო ნაწილი, რომელშიც აზოვი არის, იქ არა მარტო ბრიგადები, არამედ კორპუსებია უკვე და ეს ძირითადად არის კარგად ნავარჯიშები და მისინებით მისული მოხალისეები. თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინაში დღესაც მოხალისეები არის 10,000-ობით. მაგრამ არის 10,000-ობით კაცი, რომელიც გარბის ფრონტიდან და ძირითადად ეს ის ხალხია, ქუჩაში რო ძალით იჭერენ და ყოველგვარი მომზადების გარეზე ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ. მეორე ნაწილი, აზოვი ასევე იქ არის ეგრეთ წოდებული ეროვნული გვარდია, მაგრამ თუ ამერიკაში ეროვნული გვარდია ემორჩილება შტატებს,
მაგრამ შეიძლება იყოს ცენტრალური მმართველობა პრეზიდენტისა, აქ ეროვნული გვარდია ემორჩილება შინაგან საქმეთა მინისტრს. არ არსებობს დღეს უკრაინაში რაიმე სახელისუფლებო ძალა, რომელსაც შეუძლია უბრძანოს, თქვათ, აზოվել გვარდიელებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, რომ დატოვონ პოზიციები ან გადაადგილდნენ. გამორიცხულია. ამიტომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა უკრაინიდან ვერ წამოვა იმის გამო, რომ ის დაბლოკილი იქნება უკვე 40,000 აზოველის მიერ. აზოვის ხელმძღვანელი აი იმ გვარდიისა შინაგან საქმეთა მინისტრის დაქვემდებარებაში არის სწორედ აზოვსტალიდან განთავისუფლებული ერთ-ერთი აზოველია. აი გაცვლა რომ მოხდა, გეცოდინებათ ამის შესახებ. ამიტომ ეს რეალობა უნდა ვიცოდეთ. თელს მსოფლიოში ცნობილია პროცესი თუ რამ გამოიწვია უკრაინის ესკალაცია. საქართველოში იმ სპეციფიურ ნაწილში არაფერი ცნობილი არ არის. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ესე იგი ჩვენ იმაზე უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვართ, ვიდრე ერთი შეხედვით გვიჩანს ეს ყველაფერი. ამიტომ ყველაფერია მოსაფიქრებელი იმისათვის, რომ ეს ინფორმაციული ვაკუუმი შეივსოს და ამ ხალხთან მოხდეს დიალოგი, ვისთანაც შესაძლებელია. მე ვფიქრობ, ამ დიალოგისთვის საუკეთესო არის ქართველთა დიდი გაერთიანება, რომელიც არ არის პარტიული სტრუქტურა და ამ ქვეყნის თუ შენ დღაუშად ხარ იგივე შინ ევროპელია და მაინც ქართველი ხარ, ხო არა ხარ, ყველა ხო არ არის ცუდი ადამიანი, იქ შეიძლება თითოეულა ფულზე აყოლილი ესეთი, მაგრამ მაშინ დიალოგი ამისთვის საჭირო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან მივალთ ამ დიალოგამდე. ამიტომ არის რომ მე არ ვერიდები არსად მისვლას, ჯენზი იყო, ჯენზისთან მივედი, კიდე მთხოვენ, კიდე მივალ აუცილებლად, ყველგან მივალ, ეს გადაცემებიც იმიტომ გავაკეთე, რომ ძალიან ბევრი უსმენს და მოხარული ვარ, რომ იმ ბანაკიდან ჩემთვის ერთი ბანაკი, მეორე ბანაკი კიდე გეუნებით. აბსოლუტურად ერთნაირია. მე ყველა შევყვერებ ქართველებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ფიქრობენ ისე, როგორც ფიქრობენ, ჩვენ ვფიქრობთ სხვანაირად, ჩვენ ვფიქრობთ ამ ქვეყნის მომავალზე, ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ საქართველოშია, ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ქართველებზეა დამოკიდებული და ამ ქვეყნის მომავალი განათლებულ ქართველ ახალგაზრდებშია, რომელსაც უმოწყალოდ ანადგურებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ მოდი დავალაგოთ ეს ყველაფერი და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. აი ეს მთავარი კითხვები, რომელიც მაქვს, კიდევ ერთს გადავხედავ, მე მგონი რაღაც ჩავიწერე. ერთ-ერთმა ახალგაზრდა მსმენელმა მითხრა, ჩვენ გვაინტერესებს თქვენეული შეფასება 90-იანი წლებისა. ეს არის ფუნდამენტალური საკითხი, მადლობა მას ამ კითხვის დასმისთვის, ჩვენ არ გაგვიაზრებია ეს 90-იანი წლები რა იყო. 1990 წლისთვის საქართველო თავისი ადამიანური რესურსით, თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით და ასე შემდეგ პოსტსოციალისტურ სივრცეში ცნობილი ინგლისელი ეკონომისტების შეფასებით, სხვა შეფასებებითა, პოსტსოციალისტურ სივრცეში იყო მესამე ქვეყანა, რომელიც რეფორმების შემდეგ უახლოეს 10 წელიწადში აზიის ოთხეულის მსგავსად ახალი ეკონომიკური ვეფხვების შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო. ის გარეწრები, რომლებიც საქართველოს წარსულს აკნინებენ, სისტემას არ ვეხები. საქართველო იყო ძალიან განვითარებული ქვეყანა ხასოსვა.
დიახ, იქ იყო კორუფცია, ცუდი მმართველობა, ესენი არ აქვს მნიშვნელობა. საქართველოს ადამიანური რესურსის ტოლფასი რესურსი პოსტ-სოციალისტურ სივრცეში არსად არ იყო. საქართველოს რესურსებს ვერ შეედრებოდა ჯამში მთლიანობაში ვერც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ვერც პოლონეთი, ვერც ვერანაირი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო. მას სჭირდებოდა ტრანსფორმაცია, მას სჭირდებოდა პროფესიული პოლიტიკური და პროფესიული, ეკონომიკური, ისტორიული, სოციოლოგიური და ყველაფერი ეს ცოდნა, რომ როგორ გარდაგვექმნა ფაქტიურად აწყობილი სისტემა, მაგრამ აწყობილი ადმინისტრაციულ ბრძანებლური ეკონომიკის პირობებში იმ ახალი შესაძლებლობების გზაზე, რომლითაც რა ჭირდებოდა? ტექნოლოგიას გამოცვლა ჭირდებოდა, რაღაც იდეოლოგიას გააცილებდი, განათლების სისტემა აწყობილი იყო, იქ უმნიშვნელო იდეოლოგიური გაწმენდა ჭირდებოდა, უმნიშვნელო, მეტი არაფერი. ყველაფერი იყო ძალიან მრავალფეროვანი მრეწველობა და ჩემი თაობის კაც ყველაფერი კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო 88 წლის ოქტომბერი იყო თუ ნოემბერი, მანამდე მკვდარი იყო ყველაფერი, ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა რამის ერთმანეთზე გადამული აქციები საქართველოში, ბაიბურში არაფერი არ იყო, ჩვეულებრივი მჟავე კომუნისტური წყობა იყო, თავისი ცენტრალური კომიტეტით და ასე შემდეგ, არსად არაფერი არ იძვროდა. უცებ მოხდა რაღაც გამოსვლები და შემდეგ დაიწყო რომ იტყვიან ენერგიული, ემოციური დემაგოგია ძირითადად უნივერსიტეტში იკრიბებოდა შესანიშნავად განათლებული ახალგაზრდებით და საშუალო და უფროსი თაობით უსმენდნენ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი აბსოლუტური დილეტანტი იყო და მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც თავისი კომპლექსები დაეფარათ, კითხულობდნენ ლექციებს და აზრზე არ იყვნენ, ეგერ არის ყველა მასალა. კიდე გეუბნები, ძალიან მძიმე რამეებს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არ იყო პროფესიული საუბარი, როგორ შეიცვალო საქართველოში არსებული მდგომარეობა, ისევ ისინი ანტი განცხადებები, ეს ისტორიული სიყალბეები, ეს ისტორიული ნარატივები, ასე და ეს ყველაფერი შემდეგ მივიდა იქამდე, რომ მოხდა ის, რაც მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რადგან თაობების მონაცვლეობა არ შეიძლება იქნას დაჩქარებული. ყველაზე დიდი დანაშაული 90-იან წლებში დაუშვა უფროსმა თაობა. კარგად დაუკვირდით, რაც ვამბობ. მე ეს ყველაფერი დაკვირვებული მაქვს, გააზრებული მაქვს, ბევრჯერ მიფიქრია, რატომ მოხდა 2 წელწადში კოლოსალური ნგრევა ყველაფრისა. ინფანტილიზირებულ უფროს თაობას, ანუ გაბავშვებულ დიდებს, რომელმაც ტოტალიტარულ რეჟიმში ჩაუნერგა, რომ აი ეს ბელადი, შენი უფროსი არის, შენი ყველაფერი. აბა შენ გვერდით რო დგას ვინმე, იმას უპატივცემულოდ უნდა მოექცე, იმიტომ რომ ის კი არა მთავარი, შენი უფროსია მთავარი. ეს საზიზღრობა ტოტალიტარული რეჟიმისა ქართველებს დღესაც ვერ დაუძლევიათ. შენ გვერდით დგომი ადამიანი არაფრად რომ მიგაჩნია, ჩამოყალიბებული საცოდავი არსება გაქვს და ის ბელადი, ის თანამდებობის პირი რომ მიგაჩნია რამეთ, იმიტომ ეს ქვეყანა გახვეული უზარმაზარ პრობლემებში, რომელიც საფრთხეს უქმნის მის მომავალს. პასუხობ შემდეგ. ესე იგი, ყველაზე დიდი დანაშაული იყო ის, რომ უფროსი თაობის პასუხისმგებელი ნაწილი არ აღმოჩნდა მზად იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც დრომ მოიტანა.
ისინი გადგნენ გვერდზე ამ აბსოლუტურად არასწორი მდგომარეობის აქმით, რომ აი მოდის ახალი ძალა რაღაცა, რა თქვი ახალი ძალა. კაცო, ახალი ძალა გამოცდილი თუ არ იქნა საქმეში, ნახეთ პარალელს გავავლებ ეხლა სლოვენიაში. რა მოხდა? ის რაც საქართველოში ერთადერთი გზა იყო, იმიტომ რომ სლოვენიაში თოფი არ გავარდნილა, იუგოსლავიაში კი იცით რა მოხდა დანარჩენ 4-ში, მაგრამ რატომ? სლოვენიის ცენტრალურმა კომიტეტმა, იქაც ხო კომპარტია იყო, თქვენს რომ ეს ჩვენი ქვეყანა არის. თუ ვინმე ღირებულია სლოვენი, ყველა კომპარტიის წევრიაო. ასეთი იყო სისტემა, განა იმიტომ შედიოდნენ რომ კომუნისტური იდეოლოგიის იყვნენ, არა, ასეთი იყო თამაშის წესი, რომელიც აბსოლუტურად არ უნებდა ადამიანს. ხაცუსვა, თუ ის ფუნქციონერი არ იყო. ჩვენი ეს ქვეყანაო, ჩვენთან არის ყველა მცოდნე ადამიანიო, ამიტომ მოდითო გავაუქმოთ ახლა ეს კომპარტიაო. დავირქვათ სოციალისტური პარტიაო, მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, გავიმარჯვოთ, გავაკეთოთ რეფორმებიო. ასეც მოიქნა სლოვენიელებისგან დამოუკიდებლად, როცა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოდიოდნენ უკვე 80-იანებში ეს ცეკა და ვიღაცები, სულ ეუბნებოდით, კაცო, დრო იცვლება, მოაცილეთ ეს კომპარტია, დაირქვით სოციალისტური პარტია და გააგრძელეთ საქმიანობა. დრო კარნახობს მოქმედების არეალს, ხო? რა გააკეთეს სლოვენიელებმა, მოიგეს არჩევნები. 10 წლის განმავლობაში გააკეთეს შესანიშნავი რეფორმა, კაცო, ყველანი მანდ იყო, მთელი სლოვენიის ნაღები იყო, ეხლა უკვე სოციალისტები, ხო? საქმის ხალხისთვის რა მნიშვნელობა რას დაარქვევ. მათ გააკეთეს შესანიშნავი რეფორმა, 10 წლის მერე წააგეს არჩევნები და წავიდნენ სახლში. ეს რომ საქართველოს კომპარტიას გაეკეთებდნენ, ისინი აუცილებლად მოიგებდნენ არჩევნებს, ყველა საქმის მცოდნე, ინჟინერი, ლექტორი, ექიმი, თუ ის ყველა იყო კომპარტიის წევრი. დანარჩენი გასუფთავდებოდა ყველაფერი და მშვიდობიანად შევინარჩუნებდით ის კოლოსალურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს 90 წლის სტატიას გეუბნებით ინგლისელი ცნობილი ეკონომისტის. ახალი ეკონომიკური ვეფხვი, საქართველო პოსტსოციალისტურ და არა პოსტსაბჭოთა სივრცეში. უდიდესი ახალი ქვეყანა. და რა მოხდა? გეოპოლიტიკაში ის ხალხი, ვინც მაშინ პოლიტიკურ ასპარეზზე იყო, აბსოლუტურად გაურკვეველი იყვნენ, საერთოდ არ ესმოდათ რა ხდებოდა და მოხდა ის, რომ კარგი ხალხი, გულიანი ხალხი საქართველო უყვარდათ. ამაზე არ არის ლაპარაკი. ყველა დედას უყვარს თავისი შვილი, თუ რაღაც ანომალია არ არის, მაგრამ დედის სიყვარული შეიძლება შვილისთვის იყოს ცხოვრების გამტანჯველი და ცხოვრების დამღუპველი. ოჯახურმა ტირანიამ იცის, რაც ქართველებს ახასიათებთ. სიყვარული კი არ არის საჭირო. ეს ბუნებრივი ადამიანური გრძნობაა. რას ნიშნავს ახლა სადაც დაიბადე, გაიზარდე, შეიმეცნე ქვეყანა, გიყვარს, ხო, ამას ცოტა სხვა სიტყვა ქვია. გიყვარს, შეიძლება ლამაზი ქალი გიყვარდეს, მაგრამ ეს კი არ გიყვარს, ეს შენი ორგანული ნაწილია. არ შეიძლება შენ ორგანული ნაწილი გიყვარდეს, ხო? ესე იგი ჩვენ სიტყვებსაც კი ვერ ვარჩევთ იმისა, როგორ გამოვხატოთ დამოკიდებულება ლამაზი ქალისადმი და როგორ გამოვხატოთ დამოკიდებულება ჩვენი სამშობლო დავარქვათ, ჩვენი ქვეყანა დავარქვათ, რაც გინდათ ის დავარქვათ. რა მოხდა? ცარიელ ადგილზე შემოვარდა ხალხი, რომლებსაც სახელმწიფო მართვის ცოდნა ჰქონდათ, არც ცალკეული დარგების მართვის ცოდნა ჰქონდათ, არც რეფორმის ნიუანსები ჰქონდათ წარმოდგენილი. ეს ურთულესი რამე იყო, ურთულესი, არა და მაშინ ძალიან კარგი რამეები ისახებოდა. მე
იმედია სწორად გამიგებთ, ჩემი პირველი სტატიები რეფორმების შესახებ, თორე ეს ყველაფერი არის ჩემ წიგნში მომავლის ხედვას თავისუფლების შეგრძნება სჭირდება. ასე ქვია ჩემს პირველ წიგნს 97 წელს გამოშვებულს, სადაც მე მოტანილი მაქვს 86 წლიდან ჩემი სტატიები რეფორმების შესახებ და ასე შემდეგ. ეხლაც მოვაწერ ყველაფერს ხელს. მე მქონდა მცდელობა, რომ მომეძებნა თანამოაზრეები, შეუძლებელი იყო. თითოეულად ჩვენ ვიყავით ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ძალიან კარგი ჯგუფი, ყველაფერს კი წერდით და ფიქრობდით, იმიტომ რომ ბიჭებს ძალიან მაგარი სკოლები ჰქონდათ გავლილი ცნობილ მოსკოვურ უნივერსიტეტებში, აქედან გაშვებული ხალხი იყო, ამიტომ ძალიან სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ არ გამოვიდა. ადამიანები იყვნენ ემოციურად იმდენად დატვირთული, რომ პრაგმატულ საქმეზე ვერავის ვერ დაელაპარაკებოდი. არ იფიქროთ, რომ თბილისის უნივერსიტეტის სავსე აუდიტორიებში ოდნავ მაინც გაუნათლებელი ახალგაზრდები იჯდა. გამორიცხულია, ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდები იჯდნენ, მაგრამ ემოციურად დატვირთულები. ძალიან მაღალი დონის საშუალო და უფროსი ადამიანები იყვნენ, მაგრამ აყოლილი, ესე იგი რა არის, იცით? თვით პრინციპული, თვით პასუხისგებლობით გააზრებული პოზიცია არ იყო და ყველა მიყვებოდა ნაკადს. ამ ნაკადის წინ დადგომა და თქმა, ესე კი არა, ასე ხო არ ჯობია. საშინელ რეაქციას იწვევდა, მაგრამ შენ პიროვნება თუ ხარ და პასუხისგებლობის ადამიანი თუ ხარ, მთელ აუდიტორიას კი არა, მთელ მიტინგს უნდა დაუპირისპირდე. მე არაერთხელ მithქვამ, შემი წირეს შესაძლებლობა მთელ ქვეყანას დაუპირისპირდებით თუ საჭირო იქნება, იმიტომ რომ მართალი ვარ ღმერთის წინაშე, ჩემი ქვეყნის წინაშე, ჩემი გვერდით დგომის, რაში მაინტერესებს, მე მასა რას ამბობს. მასამ ჩემსავით 50 წელი არანორმალურად იმუშაოს, არანორმალურად დაწინაურებულ მეცნიერებაში გაიაროს ის ჯოჯოხეთი, დღეში 18-20 საათი რომ გიწევდა წლები მუშაობა, მე აკეთოს ის, რასაც ვაკეთებ და ეხლა მე თუ ლაპარაკობ, მე იმ თაობის კაცი ვარ, არ მინდა გავიმეორო ის ყველაფერი, მე თავიდანვე ვთქვით, იმიტომ გავაკეთეთ ჩვენ ამ უფროსი ასაკის ხალხმა, რომ ამ ასაკის ხალხის გარეშე ვერაფერი გარდამავალი ვერ გაკეთდება. ახალი სახეებიო ვიღაცეები რომ ბოდავენ და გუშინ კალაძემ წარმოაჩინა თავისი საკრებულო და ორი ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, იქ იმ ასაკში არ შეიძლება ადამიანს საკრებულოს წევრობის აზრი მოუვიდეს, იმიტომ რომ მსოფლიოში ეს არ საკრებულო, მაგრამ ეს სულით კომკავშირელი, სულით გაფუჭებული ხალხი იმ ორ ახალგაზრდას შეაგდებენ ეხლა საკრებულოში და იმ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც იქ არაფერი არ საქმებათ, ისინი არაფრის მცოდნეები არ არიან. მაგრამ ეს არის იდეოლოგიური შლაკი, ეს არის იდეოლოგიური სიმახინჯე, როდესაც შენ ამ მოჩვენებითობით გინდა აჩვენო, რომ რაღაც პროგრესულს აკეთებს. თბილისის საკრებულოში ადგილი არის ძალიან მაღალი სპეციალისტების, რომლებსაც შეუძლიათ იფიქრონ ქალაქის პრობლემებზე, შეაჯერონ, გაიაზრონ, კრიტიკულად აიღონ ესა თუ ის პროექტი და ქალაქს წაადგეს ის, რომ არა მექრთამეობაში ჩაძირული იყოს, არა ხროვა, რომელიც ქცეულია სეთურის ბრბოთ, კალაძეს ადიდებდეს. რამდენად დეგენერატი უნდა იყო ადამიანი, როგორ უნდა იყო შენი ოჯახის და შვილის მტერი, რომ ასეთი რაღაცები გააკეთო, მაგრამ ასე მოიტანა დრომ, ასე მოიტანა იდეოლოგიურმა გადახვევამ. ჩვენ ამას შევეცდებთ, ძალას არ დავაკლებთ და იმედი რომ არ იყოს ქართული ხალხის თანადგომისა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით გავაკ. მე კიდე გეუბნებით, მე თქვენ ვერანაირ ხმას ვერსად ვერ მომცემთ. მე ამას არ ვაკეთებ არჩევნებისთვის. თუ ძნელი გასაგებია, რას ვაკეთებ?
იმ კატეგორიის ხალხს ვეუბნები, შენი ქვეყნის გვერდით დგომა თუ შეგიძლია დაუდექი გვერდით იმას, რასაც ქართველთა დიდი გაერთიანება ქვია. ჩვენ გვიდა ეს ქვეყანა, ჩვენ გვიდა ქართული კულტურა, ქართული ენა, ქართული ხელისუფლება და არა ასეთი მახინჯი უსუსური ხელისუფლება. ჩვენ არ გვინდა ეს იდეოლოგიური შლაკები. ამიტომ პასუხობ იმ შესანიშნავ გოგონას, 90-იანი წლები იყო ქართული სახელმწიფოს მომავლის განადგურების წლები. როდესაც სამოქალაქო ომზე დიდი ტრაგედია რა იყო, იცით? ქართველების საკმაოდ დიდ ჯგუფს არ აღმოაჩნდა იმის შეგრძნება, რომ შენი ქვეყნის გაძარცვა არ შეიძლება. გაძარცვეს საკუთარი ქვეყანა. აზრზე არ იყვნენ, რომ ეს ყველაფერი დიდი გეოპოლიტიკური თამაშის შედეგი იყო ის, რაც საქართველოში მოხდა, ეს არ იყო შიგა პროცესი. მაგრამ ამისთვის იყო უფროსი თაობა, რომელსაც უნდა ცოდნოდა ეს საშუალო თაობა, რომელსაც უნდა გაერკვია ეს ყველაფერი და ეთქვა ხალხისთვის, არა, ყველა იყო ინერციით, ყველა იყო ჯოშ-ჯოს მდგომარეობაში, ყველა იყო ანთებული გონებით. გონებას როცა აანთებ, იქ საღი აზრი აღარ არის, იქ ცოდნა იკარგება. ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მომწერა, აი რასაც თქვენ ამბობთ, ჩემი შესანიშნავი განათლებული ნაცნობები იყო და ეხლა რუსთაველზე დადიან და არეული ჭკუა აქვს. ახალი არაფერი არ არის. თქვენ რომ ადამიანს იცნობდით განათლებულს, ნაკითხს, თავისი საქმის ცოდნას, თუ ის ბრბოს ფსიქოლოგიაში მოექცა, თქვენ ის ადამიანი უკვე შეგიძლია დაივიწყოთ, იმიტომ რომ ის ადამიანი ბრბოს ფსიქოლოგიაში მოქცეული აბსოლუტურად არ არის ის ადამიანი, რომელიც თქვენ სხვა მდგომარეობაში იცნობდით. აი ეს მოხდა 90-იანებში. 90-იანებში მოხდა გამზადებული, აი ყველა წარმოება იყო, ხო? ეფექტურობის თვალსაზრისით შეირჩეოდა ყველაფერი, ტექნოლოგიები რას ექვემდებარებოდა გამოცვლას, სამუშაო ადგილები იყო, უშვებდნენ არამხლად კაი ხარისხისა, რა უნდა იმის კაი ხარისხის გამოშვებას, რა უნდა. ესე იგი, სისტემა უკვე შენ ქვეყანაში მუშაობდი, ყველა დონე იყო, ყველა ძალიან რთული, არადა ისეთი საწარმოები განადგურეს, რომლის პროდუქციაც ეხლა შემოდის თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა. ეს რა ლოგიკა არის? ეს რა საქციელია? ასეთი რამის დაშვება როგორ შეიძლებოდა? ესე იგი, პირველი უფროსმა თაობამ უღალატა თავის ქვეყანას, იმიტომ რომ მზად არ აღმოჩნდა დროის მიერ დასმული ამოცანების გადასაჭრელად. მეორე, ინტელექტუალურმა ელიტამ უღალატა თავის ქვეყანას, იმიტომ რომ თბილისის უნივერსიტეტის ზერელე და არაფრის მაგნის ლექციებში ხას უსვამ დეტალურად გაგიშიფრავთ, თუ გინდათ გადამიშალეთ რომელი ლექციაც გნება. აყვნენ იმას. ამ დროს ინტელექტუალური ელიტა უნდა დაფიქრებულიყო, რა ხდებოდა აფხაზეთში, რა გეოპოლიტიკური ნაბიჯები იდგმებოდა, რამაც განსაზღვრა შემდეგ საქართველოს მომავალი, საიდან გაჩნდა ეს ძარცვის სურვილი საკუთარი ქვეყნისა, რომ ამას დაბლოკვა ჭირდებოდა და ამას წესრიგი ჭირდებოდა, არა. მერე მოვიდა ის სატანა, რომელიც შევარდნაძის სახელით არის ცნობილი, რომელმაც დააბრუნა ძველი დრო და მოსპო ყველანაირი ჩანასახი ახალი სახელმწიფოსა. შემდეგ უკვე დღემდე ეს შევარდნაძის ეპოქა ხაც უსო 1972 წელს დაწყებული შევარდნაძის ეპოქა, რომელმაც თავის კარიერისტულ მიზნებს ქართველის სახე და ბუნებაც კი ააცდინა თავის ბუნებრივ განვითარებას, 90-იანებში მობრუნდა, მე უკვე
მომსწრება რამისა, მანამდე არასდროს არ მქონია არანაირი შეხება ვიღაცამ კიდე ერთხელ დაწერა, რომ შენ შევარდნაძე, რა შევარდნაძე რიშა თქვის. კიდე გეუბნებით, ეხლა არ მინდა ქუთაისურად გითხრათ, თორე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რა ესაქმებოდა, კიდე გეუბნებით შეო, მაგრამ მე როცა პარლამენტში მოვედი, რა თქმა უნდა, მქონდა მასთან შეხება, ბევრჯერ არა, სამჯერ ამყავს მხოლოდ პირისპირ ნანახი და ნასაუბრები, რაღაც მოყოლილი მაქვს, რაღაცას მე მოვყვები და კიდევ ვიწრო წრეში რამდენჯერმე. ხო, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც საქართველოს სჭირდებოდა. ეს ის არ იყო. 90-იანებში მოხდა დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე. და ეს დანაშაული, რა ვიცით, არ ცოდვა არ არის. ის შეიძლება ყოფით დონეზე რაღაცა. როცა შენ ხელისუფლებაში საჯარო სფეროში შემოხვალ და არ იცი, შენ მაგარი ჩათლახი ვიღაცა ხარ. შემოსული ვიღაც უმწიფარი, კიდე გეუბნებით, მოდიდების დრო არ არის. რატო შემოდიხარ საჯარო სფეროში? არაფერი გიკეთებია შენ ცხოვრებაში. პოლიტიკური ბექგრაუნდი არ აქვს, პოლიტიკური აზროვნება არ აქვს. მოყევი ბელადის მატარებელს და მოგაჯინეს ამ უზარმაზარ თანამდებობაზე და რასაკეთებ კი ვხედავთ აგერ 35 წელი გამოდის. ამიტომ პასუხობთ, ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე, ჩვენ უზარმაზარი, სოფლიოში აღიარებული პოტენციალი, პოსტსოციალისტური სივრცე უზარმაზარი იყო, მესამე ქვეყანა იყო. ვინ იყო პირველი? გასაგებია, ყველაზე პირველი იყო იუგოსლავია. ის უკვე იყო განვითარების გზაზე და პოლიტიკის, გეოპოლიტიკის გამო დაანგრიეს. მეორე ადგილზე იყო აზერბაიჯანი და მან შესანიშნავად გამოიყენა ამ ბოლო დროს აურია ალიევმა, თორე ეს შემდგარი სახელმწიფო არის ჯერჯერობით, თუ არ დაანგრია. და მესამე იყო საქართველო. 90 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ მეტი იყო ვიდრე აზერბაიჯანის ეკონომიკა. პატივი ეცით, მე განსაკუთრებით იმ დამპალი იდეოლოგიით გაფუჭებულ აი იმ კუდრაჭა უნივერსიტეტების პროფესორებს და იმას მიმართავთ. ქართველების დონე 90 წელს იყო ფანტასტიკურად მაღალი. პრობლემები იყო? რა თქმა უნდა, ეს იყო მართვის პრობლემები და ასე კორუფცია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სხვა დონის ქვეყანა იყო. 2 წელიწადში ამ ქვეყნიდან ნანგრევები დარჩა და თქვენ იმ კოშმარს ახალგაზრდები ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა თბილისში, ქუთაისში და მე ეს ყველაფერი საკუთარ ტყავზე მაქვს ნაგრძნობი და აღარ მინდა იმის განმეორება, ამიტომ ვართ ასე აქტიური, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ ვისაც გული გაქვთ, ვისაც აი დედის და მამის მადლი გცხიათ, თქვენი ოჯახის ტრადიციის მადლი გცხიათ, ამ ქვეყანას დაუდექით. ეს ქვეყანა დაიკარგება ქართველებისთვის. ხომ ხედავთ ხელისუფლება 170 ლარად ქართველ გვარებს ყიდის. 1000-ობით ადამიანი მიიღებს ქართველ გვარს და მე სტატისტიკას აგაფარებენ წინ და გეტყვიან, რა ქართველი გადის ქვეყნიდან, შეხედე რა მშვენიერათა ყველა. ის რომ ქართველი ქალების 28%-ია მხოლოდ ფერმძიმე და დანარჩენი სხვა ეთნოსის ქალებია, ამის შესახებ ხელისუფლებას ერთხელ აბა რა გინდათ ვერ რისი იმედი გაქვთ კიდე და მე ვარ ის ადამიანი, რომელიც აძაგებს ამ მთავრობას. იგიც ვერ გაგირჩევიათ, მე რას ვამბობ, ვისაც ეკუთვნის იმას ვეუბნები. აზე მოდით 1,430,000 ქართველია დარჩენილი და წელს ნახავთ თქვენ 250,000 კაცი იქნება ქართველი გასული და ამდენიც აღარ იქნება. ამდენი 250 რო გავა წლების განმავლობაში 5-6 წლის მერე რა დარჩებით გეუბნები. და ის გადაგვარჩენს, ხო, ესე უფალი გეუბნება.
ჩემი უნდა გწამდეს და ხელი უნდა გაანძრიო და პასუხისგებლობით უნდა იყო ამ ქვეყანაზე. წაიკითხეთ სერიოზულად, არ უნდა მთელი ბიბლია, არ ახართ მთელი ბიბლიის წამკითხავი, იმ ხალხს ვეუბნები, 10 მცნება მაინც წაიკითხეთ და გეცოდინებათ ზუსტად რისი კეთება არ შეიძლება. ამიტომ პასუხობთ, სამოქალაქო ომი იყო პროვოცირებული გარე გეოპოლიტიკური ინტერესების გამო. იგი განხორციელდა ქართველების ხელით. ამდენად ის ქართველები ხელოვნურად იყვნენ ჩანერგილი იმ სტრუქტურებში, რომელსაც ძირი უნდა გამოეთხარა ქვეყნისათვის. პოლიტიკური პასუხისგებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ ეს არ უნდა დაგვეშვა. დიდი მადლობა, ეხლა დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებთ.